უცხო გარემო, მტკივნეული არჩევანი, ყოველდღიური ბრძოლა და უკან დაბრუნების იმედი. ეს ის გზა, რომელსაც ემიგრანტი ქალები ყოველდღიურად გადიან. ემიგრაციით გამოწვეულ პრობლემებზე საუბარს მათი ნაწილი ანონიმურად ამჯობინებს. ჩვენ ერთ საქმეს ვაკეთებთ თვითონ, მაგრამ ყველაზე მთავარს ვაფუჭებთ. შვილებს ვკარგავთ, ახლობლებს ვკარგავთ, მეგობრებს. ჩემი შვილი 14 წელს გათხოვდა. აი ეს გააკეთა ჩემმა აქ წამოსვლამ. ამას ვერანაირი ფული ვერ აანაზღაურებს. ვამბობდი, რომ პრობლემებს მოვაგვარებ და დავბრუნდები. მაგრამ პრობლემა ემატებოდა. ეკონომიური მხრივ უკან წავიდა ქართული ყოფიერება. როდესაც 50 წლის ასაკში დავბრუნდი და მივედი იმ სკოლაში, სადაც ვმუშაობდი, მითხრეს, რომ ასაკის გამო და იმის გამო, რომ 10 წელია გაწყვეტილი გაქვთ პედაგოგიური მოღვაწეობაო, ჩვენ ვერ მოგცემთ რეკომენდაციას, რომ დაბრუნდეთო სკოლაში მასწავლებლად. დაბრუნების შემდეგ უცებ აღმოვაჩინე, რომ 50 წლის ასაკში აღარ ვჭირდები ჩემს ქვეყანას. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს პოტენციალი და მონდომება, რომ ვიმუშაო ჩემი სპეციალობით. ეს ის ემოციებია, რომლებზეც ემიგრანტებმა ანონიმურად ისაუბრეს ქართველი შრომით მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობის შესახებ კვლევაში. ყველა ქალს ემიგრაციაში წასვლის განსხვავებული ისტორია აქვს, თუმცა მიზეზი ხშირად ერთია: ოჯახის ფინანსური მხარდაჭერა. ასე იყო თეონა ბოტკოველის შემთხვევაშიც. ახლა იტალიაში თავისი პროფესიით ფსიქოლოგად მუშაობს და იმ ემიგრანტი ქალების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე გვიყვება, რომლებიც მასთან კონსულტაციაზე დადიან. ახალი ჩამოსულებისთვის სრულიად შოკის მომგვრელია ხოლმე ხანდახან, როცა ენა არ იციან და არ აქვთ კონტაქტი იტალიელებთან, თავიდან ძალიან უჭირთ და სერიოზულ სტრესს იღებენ. თითქმის 80% ჩემთან ვინც მე მომმართავს დასახმარებლად, არის უკვე სერიოზული ნერვოზული დაზიანების ფონი აქვთ, ზოგს უკვე იმდენად აქვს სტრესი გამჯდარი ორგანიზმში, რომ ფობიები დაწყებული ყველაფრის მიმართ, მე ემართებათ უნდობლობის გრძნობა, სტრესი, რომელსაც იღებენ თუნდაც ოჯახიდან, უყურადღებობით, თუნდაც ერთი დღე იქიდან არ მოწერონ, არ დაურეკონ, რაღაცა ცოტა სიცივე იგრძნონ, ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს ახდენს ეს ყველაფერი მათ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ერთია ფსიქოლოგიური მდგომარეობა, მეორე კი შრომითი მიგრანტი ქალების სოციალურ-ეკონომიკური სტაბილურობა. მიგრაციის ფემინიზაციის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი მაინც უკავშირდება დაბალ სოციალურ-ეკონომიკურ ფონს და უმუშევრობას ასევე. და ამას თან ახლავს ისეთი სტრუქტურული ბარიერები, როგორიც არის პოლიტიკური და სოციალური სისტემების, ესე ვთქვათ, ნაკლოვანება, ასევე საბანკო სესხების გაძვირებული, ესე ვთქვათ, ზოგადი ფონი და ზოგადად ეს ყველაფერი ხელს უწყობს სიღარიბის კვლავ-წარმოებას, რაც გარდაუვალს ხდის ქალისთვის, რომ წავიდეს ემიგრაციაში. ქალების უმრავლესობა მთლიან შემოსავალს აგზავნის საქართველოში და მინიმალურია ის დანაზოგი, რომელსაც იტოვებენ თავისთვის. დაბრუნება და რეინტეგრაცია მიგრაციის ციკლის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა რეინტეგრაცია ხშირად დიდი გამოწვევაა. შრომითი მიგრანტი ქალები უამრავ ოჯახს არჩენენ და საქართველოს ეკონომიკას აძლიერებენ, თუმცა სამშობლოში დაბრუნებისას აწყდებიან მნიშვნელოვან ბარიერებს. ხდება გაუცხოვება, უჭერთ საკუთარი ადგილის დამკვიდრება. ამიტომ ზოგჯერ კვლავ ხდება მათი რეიმიგრაცია, ანუ ისევ სამშობლოდან წასვლა. უამრავი ნაცნობი მყავს მე თვითონ, რომლებმაც გადაწყვიტეს სამუდამოდ დაბრუნება ემიგრაციაში. ჩემი პაციენტი იყო, რომელიც დაბრუნდა. ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნა ოჯახთან დაბრუნებულს, რადგან აქედან შემოსავალი აღარ იყო. და ერთ დღეს დამირეკა ამ ქალბატონმა ტირილით და მითხრა, რომ ქალბატონი თეონაო, იძულებული ვარო, რომ უნდა დაუბრუნდეო უკანო იტალიაშიო და მომიყვა თავისი ოჯახის პრობლემები, ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ძალიან დასტრესილი. მიგრაციაში ყოფნის ხანგრძლივობა, რომელზეც უკვე ვისაუბრე, რაც უფრო დიდხანს არიან, უფრო მეტად მიჯაჭვულები ხდებიან ოჯახები მათზე, მაინც აჩენს ერთგვარ გაუცხოვებას, როგორც ოჯახის წევრებთან, ასევე საზოგადოებაში და როდესაც ისინი უკან ბრუნდებიან, ჩნდება ერთგვარად
ზედმეტობის შეგრძნება მათთვის და ასევე დიდწილად ეს დამოკიდებულია იმასთან, რომ 55+ ასაკობრივ ქალებში, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ ემიგრანტი ქალების, დაბრუნების შემდეგ ძალიან რთულია მათთვის დასაქმების ბაზარზე ადგილის პოვნა, იმიტომ რომ აქ ისინი აწყდებიან ასაკობრივ დისკრიმინაციას. არის შემთხვევები, როდესაც მიგრანტი ქალები სამშობლოში ბრუნდებიან, სურთ წამოიწყონ მცირე ბიზნესი, გარკვეული დანაზოგიც აქვთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მათ არ აქვთ ფინანსური ცოდნა და რისკების შეფასების უნარი, ამ ბიზნესის განვითარება მდგრადი არაა. უფლებადამცველები ასევე საუბრობენ, რომ მნიშვნელოვანია არსებობდეს პროფესიული გადამზადებისა და განვითარების შესაძლებლობები იმ ქალებისთვის, რომლებმაც სახლში დაბრუნება გადაწყვიტეს. ანა ალელიშვილი, ევრონიუს ჯორჯია.